that she bought a $4 million car, a Bugatti. 400 millions de dollars d'aide venue des aides. It cost President Zelensky about $25 million. როგორც ხდება ხოლმე, იყიდი კარტიეს, შარს მოგდებენ. ბუგატიც იყიდაო. ვილას მაიამიში იყიდი, ჭორს დაგიყრიან ლონდონის სასახლეც მისიაო. ჭორის სიმართლე გამოდგა, წლობით დაზოგილი ფულიაო განაცხადებ. რა პრობლემაა? The report said that she bought a $4 million car. ზელენსკის ცოლმა $4 მილიონ ბუგატი იყიდა. ამბავი ტყუილი გამოდგა, თუმცა უკრაინაში კორუფციის ფონზე სარწმუნოდ ჟღერდა. This information has been rampant throughout the war. ზელენსკი ამერიკასა და ევროპაში ვილების ყიდვასაც უარყოფდა, თუმცა სიმართლე გამოდგა. 15-room villa. It does indeed belong. ეს 15 ოთახიანი ვილა იტალიაში მართლაც პრეზიდენტ ზელენსკის საკუთრება აღმოჩნდა. ნასყიდობა 2019 წლით თარიღდება, ანუ რუსეთთან ომამდე შეუძენია 3.8 მილიონ ევროდი და არა 20 მილიონად როგორც ვრცელდებოდა. ეს შენობა წყირიმში ზელენსკიმ თითქოს $2 მილიონ იყიდა, თუმცა გავარკვიეთ, რომ მხოლოდ პენტჰაუსი შეუძენია, ისიც 2013-ში. შესაბამისად, სამხედრო დახმარების ფულს ვერ დახარჯავდა. ანუ მთავარია იარაღის გაყიდვით ნაშოვნი ფული არ არისო. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის იარაღით მომარაგებას ეს ჭრდილს მიაყენებდა. ეს კი არც ბრიუსელს აწყობს და არც ბრიუსელიდან დაფინანსებულ პროპაგანდისტულ მედიას. ამიტომ რომელ წელს იყიდა ზელენსკიმ კიდევ ერთი სასახლე, ფრანს ტივის აღარ დაუზუსტებია. სავარაუდოდ ეს ომის დროს მოხდა. Mark this mansion in England that according to the claims დიახ, ეს არის სასახლე ინგლისში და როგორც გავარკვიეთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცოლსის 14 მილიონ ფუნტად უყიდა და არა 27 მილიონად, როგორც რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა. ამ ფონზე სააკაშვილის 2 მილიონიანი პენტჰაუსები ნიუ-იორკსა თუ მაიამიში და დედის 100 მილიონიანი აქტივები ცელქობად გამოიყურება. Deep State-მა ზელენსკის აშკარად გამორჩეულად დაუფასა სამსახური. ბრიუსელიდან დაფინანსებულ მედიას კი ზელენსკის მილიონების ასახსნელად სხვა ვერსია აქვს. A lot earlier than it was alleged. It's not worthwhile. საიდან იყიდა ეს ვილები? არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტობამდე ზელენსკი წარმატებული კომიკოსი იყო და ცხადია რაღაც ფული ექნებოდა. So perhaps he had the cash in his back pocket. აშკარად Deep State-ის ტექსტია, თორემ რაღაც ფული ამ სამი ქონების ჯამით 30 მილიონი დოლარია. ოხუნჯობაში კი ამდენს რომ არიხდიან, ისედაც გასაგებია. ხოლო თუ ზელენსკის შემოქმედება გინახავს, გასაგებზე მეტია. Once it gets into Ukrainian hands, რა თქმა უნდა, იარაღი უკრაინელების ხელში რომ მოხვდება, შემდეგ თავად წყვეტენ, სად ან როგორ გამოიყენონ. იქნებ საერთოდ დაასაწყობონ. ამას ამერიკა ვერ აკონტროლებს. Last weekend I had a meeting at გასულ კვირას შეხვედრაზე ალპებში სოფლიოს უძვირეს კურორტზე ვიყავი და გაოცებული დავრჩი. დამსვენებელთა უმეტესობა უკრაინელი გამოდგა. ისინი მილიონებს გართობაში ხარჯავენ. ჩვენს ფულს, ამერიკელი ხალხის ფულს. დაზუსტებით ვიცი, რომ ამერიკული იარაღის ნახევარს უკრაინის მთავრობა მექსიკაში ნარკოკარტელებზე ყიდის. ამერიკის დაზვერვა კი წილში ჰყავს. სად მიდის ეს ფული? განცხრომაზე ალპებში, ვილებსა და სასახლეებზე იტალიასა და ინგლისში. ახლა კი ირკვევა, რომ 5 ვარსკვლავიან სათხილამურო კურორტს კარპატებში აწყობენ. ომის ქვრივები ცხადია იქ ვერ დაისვენებენ. How come there's this 1.2 არ მესმის, როგორ ხდება, რომ ამ ომის 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სათხილამურო კურორტს აფინანსებენ უკრაინაში. ცოტა უცნაურია, არა? ასობით მილიარდის იარაღი მიაწოდეს უკრაინას, რომ რუსეთისგან დაეცვა თავი. ქვეყანა ნანგრევებშია, ხოლო ზელენსკი სათხილამურო კურორტს იწყობს. პოლონეთის საზღვართან ახლოს კარპატის მთებზე 41 სათხილამურო ტრასა, 25 ლაქშერის სასტუმრო და თანამედროვე საბაგიროები ეწყობა. იმავე კლასის, როგორც შვეიცარიის ალპებშია. პროექტს უკრაინის მთავრობა და კერძო ინვესტორები აფინანსებენ. And I was thinking, why would anybody? ვერ გამიგია, რატომ ებღაუჭება ევროპა ამ ვადაგასულ ზელენსკის. რატომ გონია, რომ რაიმე დადებით შედეგს მოუტანს. Was really designed to bring down Russia. იმიტომ რომ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გამოყენებადია. თანაც ის ევროპული ელიტების დოქტრინის, LGBT პროპაგანდის, ეკლესიის დევნისა და მედიის ცენზურის მეტროშია. მას შემდეგ რაც ტრამპმა გაიმარჯვა და დაუწყო ბრძოლა ამერიკის მიწაზე გლობალისტურ ქსელს, ისინი ახლა ევროპაში არიან კონსოლიდირებულები, კონცენტრირებულები და აგრძელებენ ბრძოლას.
რა გამოვა ვინ მოიგებს, ნახოთ. ჩემი აზრით, ტრამპის ბანაკი მოიგებს. ტრამპს აქვს ერთი მიმართულება, რომ რაც შეიძლება მოკლევადებში შეწყვიტოს ომი და ევროპაში ხედავთ აბსოლუტურად სხვა განცხადებებს. არის საომარი რიტორიკა, არის მილიტარისტული რიტორიკა. რეალურად ევროპული deep state არის მორჩილებაში ამერიკულ deep state-თან. Deep state არის პირველ რიგში სწორედაც რომ ფესგადგმული ამერიკის შეერთებულ შტატებში. კოლექტიური ბრიუსელი არის მხოლოდ ფილიალი იმ ნამდვილი deep state-ისა, რომელთანაც დღეს თუნდაც არის დაპირისპირებაში დონაკდა. რუკაზე ამერიკას ევროპისგან ოკეანე ყოფს. Deep State კი ორივესთვის ერთი კონტინენტია. მთავარი ღერძი BlackRock და Vanguard-ია. ორი დობილი კორპორაცია, რომელიც ამერიკაშიც და ევროპაშიც ყველა მსხვილი სამხედრო კომპანიის მთავარი მეწილია. შესაბამისად, ამერიკული და ევროპული Deep State-ების გამაერთიანებელია. ევროპაში ძალიან ბევრი თავდაცვის სფეროში მომუშავე კორპორაციები სწორედ მათი დიდი წილების მფლობელები სწორედ ამერიკული კომპანიები არიან, ისე როგორც ამერიკაში, ევროპაშიც ეს ორი ზემოთხსენებული კორპორაცია აკონტროლებს ძალიან ბევრ საწარმოოს, არა მარტო შეიარაღების წარმოების პოლიტიკას განსაზღვრავენ ზოგადად დიდ პოლიტიკას. ჩვენ ვიცით, რომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი შეერთებული შტატების 94% არის კერძო საკუთრება. მის აქციებს ფლობენ ცალკეული აქციონერებიც, მაგრამ ძირითადად ეს არის სისტემური ინვესტორები, ისეთები როგორიცაა BlackRock, Vanguard, State Street Capital. ჩვენ შეგვიძლია ნახოთ მსხვილი ამერიკული კორპორაციების ყოველწლიური ბრუნვები და მოგებები და მათ შორის ამ ომის დროს და ეს არ ეხება მხოლოდ ამერიკას, იგივე არის მსხვილი ევროპული საწარმოები, მაგალითად Rheinmetall-ის აქციები ახლახანს გადავხედე სტატიას გაიზარდა 10-ჯერ ამ ომის პერიოდში. სწორედ სამხედრო ინდუსტრიაა Deep State-ის მთავარი დასაყრდენი. ომები კი გასაღების ბაზარი, რადგან არაფერს მოაქვს მეტი მოგება ვიდრე იარაღით, ასევე ნარკოტიკით ვაჭრობას. და Deep State-იც ორივე ამ ბიზნესს ეწევა. USAID-ს, რომელიც ტრამპმა პირველივე ეტაპზე დახურა, ის პირად სალაროდ ეყენებდა. Funds for the production of opium. USAID აფინანსებდა ოპიუმისა და ჰეროინის წარმოებას ავღანეთში, საიდანაც თავიანთ წილ ფულს თალიბებიც იღებდნენ. ამის მიუხედავად USAID-მა $15 მილიონი მათთვის პრეზერვატივების შესაძენად გადაიხადა. USAID ფულს უხდიდა ალ-ქაიდას ტერორისტებს. ჰეზბოლას კი სასაჩუქრე პაკეტებს უგზავნიდა. USAID-ის წარწერით ისინი ჰეზბოლას იარაღის საცავში აღმოჩნდა. ფინანსდებოდა რევოლუციები, ომები და ახლა მიდის ბრძოლა, რომ ეს პრაქტიკა გაგრძელდეს. და ვინ იბრძვის? ნაყიდი NGO-ები, პოლიტიკოსები და მედია. ისინი Deep State-ის ყველაზე დაბალი რგოლია, საერთო ამოცანით. გაავრცელონ დეზინფორმაცია, მოაწყონ პროტესტი, გადატრიალება და მარიონეტი დასვან სათავეში, რომელიც ქვეყანას ომში ჩააბამს, შექმნის იარაღზე მოთხოვნას. ამ სქემით მივიდა საქართველო აგვისტოს ომამდე. ამავე სქემით უბიძგეს უკრაინას რუსეთთან ომისკენ და Deep State-ის სამხედრო მრეწველობას ასობით მილიარდის შეკვეთა ლანგრით მიართეს. ომი საუკეთესო ბიზნესია და მართალია ამ სამხედრო კომპანიების მფლობელებს ჩვენსავით შესტკივად გული ომში დახოცილებზე, მაგრამ შვებას ომის შედეგად მიღებული დიდი მოგება აძლევთ. დიდი მოგება, რაზეც თითის განძრევაც არ დაჭირვებიათ, რადგან უკრაინაში მათ ძველი წარმოების იარაღი გაგზავნეს. მათი ნაწილი ჩამოწერილი იყო და უტილიზაციას საჭიროებდა, რაც იაფი არ ჯდება. უკრაინაში კი ეს ჩამოწერილი საქონელი მაქსიმალურ ფასად გაყიდეს. პარალელურად ხდება ისიც, რომ გარკვეული უკვე დრო გასული შენახვის ვადის მიჯნაზე ან გადაცილებული იარაღის მიწოდება ხდება ხოლმე ფრონტის ხაზზე და მათი ჩანაცვლება ახალი შეიარაღებით, ესეც ამ კორპორაციებისათვის და მწარმოებელი კომპანიებისათვის, რა თქმა უნდა, დამატებითი დიდი შემოსავლის წყაროა. Უტილიზაცია ძვირიღირს, სპეციალური რეგლამენტი აქვს მას, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ინდუსტრიული წესით.
ამიტომ ეს ერთგვარი утилизაციის იაფი ფორმაც მოძებნეს და ამითაც რა თქმა უნდა სარგებელი მიიღეს. ამას გარდა სამხედრო საწყობები დაცარიელდა მნიშვნელოვანწილად. მარაგები არის შესავსები, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მიიღებს ახალ შეკვეთებს, ანუ ახალ მოგებებს. ჩვენ მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ საწყობებიდან, მაგალითად A10-ის სისტემები, რომლებიც ჩვენი შეიარაღებიდან უკვე ამოვიღეთ და შეიძლება უკრაინაში გამოყენება. ასევე საზღვაო სარაკეტო სისტემები. ამ პრინციპით კომპანია Raytheon-მა 2000-მდე ძველი სტინგერი გაასაღა, რომელთა წარმოება 70-იანებში დაიწყო და 20 წლის წინათ შეწყვიტა. უკრაინაში ომის პირველივე დღეებში მან პენტაგონიდან $630 მილიონი სტინგერების წარმოების გასაახლებლად მიიღო. წუხوارთ, რომ ისევ გვიწევს იარაღის მასობრივი წარმოების განახლება, მაგრამ ჩვენი იარაღი ძალიან ეფექტურია და ის უკრაინას ეხმარება. ომის პირველივე დღეებში გავაფართოვეთ საწარმო და ვფიქრობ, მომდევნო წლებში ძალიან წარმატებული ბიზნესი გვექნება. გრეგორი ჰეისი და მისი Raytheon-ი ომისთვის კარგახნით ადრე იყვნენ მზად. უკრაინაში კონფლიქტამდე რამდენიმე თვით ადრეც ბიზნეს მედიაში ისაცხადებდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არსებული დაძაბულობა კომპანიას მალე დიდ მოგებას მოუტანდა. 2022 წლის თებერვალში, როგორც კი რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს, მსგავსი მასშტაბის მოვლენა ვიხილეთ ნიუ-იორკშიც. ამერიკის იარაღის მწარმოებელთა აქციები პიკურად გაიზარდა. ზოგმა ისტორიულ მაქსიმუმსაც კი მიაღწია. 22 თებერვალს Lockheed Martin-ის აქციის ფასი $340-დან $500-ზე ავარდა და მარტში $450 დასტაბილურდა. ჰაუცერები, რომელთაც Lockheed Martin-ი აწარმოებს, თითო $78,000 ღირს, ხოლო სასროლი მოწყობილობა $100,000. ჰაუცერებს Raytheon-იც აწარმოებს, ხოლო სტინგერები მისი ექსკლუზივია. არავის ბოდიშს არ მოხდი. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ დემოკრატია დავიცვათ. ჩვენი იარაღი უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად მიდის და შედეგებს რამდენიმე წელიწადში ვნახავთ. სამხედრო კომპლექსმა პირველივე დღიდან იცოდა, რომ ომი უკრაინაში წლობით გაგრძელდებოდა. ამის გარანტი Deep State-ის მიერ მართული ჩინოსნები იყვნენ ამერიკაშიც და ევროპაშიც. სწორედ მათ აუკრძალეს ზელენსკის ომის პირველივე დღეებში რუსეთთან დაზავება. დღეს კი ზელენსკის ტრამპთან ბრძოლაში იყენებენ, რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს არ დასრულდეს. არადა მაქსიმალური მოგებები უკვე მიღებული აქვს. ამ უკრაინის ომით იმდენად დიდი მოგებები ნახეს, ხო და დაახლოებით 200 მილიარდზე მეტი შეკვეთები მიიღეს სამხედრო ქარხნებამ მხოლოდ ამერიკაში, ევროპაშიც. რომ რამდენიმე წლიანი, 7-8 წლიანი ასე ვთქვათ, შეკვეთების პაკეტი უკვე აქვთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა შეეცდებიან სხვადასხვა მიმართულებით დაძაბვას, მაგრამ ვფიქრობ, რომ შემდეგი 7-8 წელი ალბათ ისინი კმაყოფილები იქნებიან, იმიტომ რომ სამუშაო აქვთ დაცარიელებული მარაგები რომ შეევსო. ცარიელი მარაგები ნიშნავს, რომ ძველი იარაღი უკვე შეასაღეს უკრაინას და შემდგომ დაფინანსებას ახლის წარმოებისთვის გამოიყენებენ, რომელსაც უკვე ევროპასაც მიჰყიდიან. 2 მილიარდზე მეტი ღირებულების ამერიკული შეიარაღება ესტონეთმა და ნორვეგიამ უკვე იყიდეს. ნიდერლანდებმა კი 1,5 მილიარდი ხმელეთი ჰაერის ტიპის 96 რაკეტაში გადაიხადა. ამერიკული კომპანიების გარდა უზარმაზარი მოგება ნახეს Deep State-ის მოხელე სენატორებმაც. ისინი სამხედრო კომპანიების აქციებს ფლობენ. შესაბამისად, უკრაინაში ომის გახანგრძლივებით საკუთარი კეთილდღეობა გაიხანგრძლივეს. ჯაველინები განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა რუსული ტანკების წინააღმდეგ. შედეგი სახეზეა, რუსული ეკონომიკა იქცევა. უკრაინელები ჩვენი თავისუფლებისთვის იხოცებიან, ამიტომ რაც შეიძლება მეტი იარაღი უნდა გავუგზავნოთ. მიხარია, რომ ევროპელი მოკავშირეები ისევ ზელენსკის გვერდში დგანან. ტრამპი კი თავისუფალი სამყაროს ლიდერს განუდგა და ბოროტების მხარესაა. ეს დეგრადაცია. ეიზენჰაუერი და რეიგანი ალბათ საფლავში ტრიალებენ, რადგან რესპუბლიკელები რუსეთს ეხმარებიან უკრაინის დამარცხებაში. ომს უკრაინელები ეწირებიან, ჩვენ კი ერთ წვეტ სისხლსაც არ ვღვრით, ამიტომ უკრაინელები თუ არ გადარდებთ ამერიკის ინტერესები მაინც გაითვალისწინეთ და გაგზავნეთ იქ იარაღი.
We're the superpower here. სუპერ სახელმწიფო ვართ და ჩვენ ტერიტორიას სხვას ვერ დავუთმობთ, მით უმეტეს რუსეთს, კომუნისტურ ნაციას. Of course, ყველაზე წარმატებული აქციონერები კონგრესმენები არიან. საფონდო ბირჟაზე ფულის შოვნას ამერიკელთა 70%-ით ცდილობს და უდიდესი ნაწილი მარცხდება. განსხვავებით კონგრესის წევრებისგან, მათ წინასწარ იციან, რომელ კომპანიებზე დადონ ფსონი, რადგან თავად უგზავნიან სამხედრო შეკვეთებს. ისინი Deep State-ის არმიას ქმნიან და ამ სტატუსით მდიდრდებიან. მათ ანგარიშებზე ასობით მილიონია. შესაბამისად, ომი უკრაინაში Deep States, ანუ სამხედრო კომპლექსს გარდა, სენატსა და კონგრესშიც ბევრის პირადი ინტერესიცაა. თავის გასამართლებლად კი აცხადებენ, უკრაინის ომი ამერიკის ეკონომიკას აძლიერებს და პოლიტიკურადაც მომგებიანია. უკრაინაში ომის მხარდაჭერა სამხედრო ბიუჯეტის 5%-ზე ნაკლები გვიჯდება და ეს საუკეთესო ვარიანტია, რადგან ამერიკელები ამ ომში არ იხოცებიან. უკრაინელები კი გმირულად ებრძვიან და ასუსტებენ რუსეთს, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესია. თანხების უმეტესობა, რაც ამ ომზე გამოიყოფა უკრაინის დასახმარებლად, მიემართება ამერიკის ეკონომიკაში, კერძოდ ამერიკის სამხედრო სამრეწველო კომპლექსში და ამით ძლიერდება ამერიკის ეკონომიკა, იქნება სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ქარხანა პენსილვანიაში მთლიანად მუშაობს და 155 მმ-იანი ქვემეხისთვის ამ გიგანტურ ტყვიებს აწარმოებს. ეს საწარმოო ხაზი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აამუშავეს. თუმცა მოთხოვნამ ისტორიულ პიკს მხოლოდ 70 წლის შემდეგ უკრაინის ომის შედეგად მიაღწია. უკრაინა ამ ჭურვებს დღეში 6000 თავს ხარჯავს. პენსილვანიის წარმადობა კი თვეში 11000 ცალია. რატომ იყენებს უკრაინა ასე ინტენსიურად ამ ჭურვებს? იმიტომ რომ მისი ძირითადი შეიარაღება მეორე მსოფლიო ომის დროინდელია და Deep State-საც თავისი საწყობების ამ ძველი შეიარაღებისგან დაცლა აწყობდა. ჯერ იყო და თლიანად ამოღებული იქნა იმ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საბჭოთა და რუსული წარმოების იარაღი, რომელიც იქ ინახებოდა, ან შეიარაღებაში ჰქონდათ და გადაეცა ეს უკრაინას. შემდეგ მოხდა უკვე მაგალითად F-16-ების ტიპის თვითმფრინავების გადაცემა უკრაინისათვის, რომელიც იმ მომენტისათვის უკვე დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნისათვის მოძველებულ შეიარაღებად ითვლებოდა და მათი ჩანაცვლება არის დაგეგმილი და მიმდინარეობს თანამედროვე F-35 ტიპის თვითმფრინავებით. აქ არის მხოლოდ ერთი მიზანი გამოკვეთილი და ერთ-ერთი რასაკვირველია იყო ისიც, რომ ცალკეულ ქვეყნებს მოეხდინათ საკუთარი შეიარაღების მოდერნიზაცია, თანაც ისე, რომ ძველი შეიარაღება არათუ ჩამოეწერათ, არამედ იქაც კი გარკვეული სარგებელი ენახათ. 2023-ში ამერიკამ უკრაინაში კიდევ ერთი ჩამოწერილი იარაღი, კლასტერული ჭურვები გაგზავნა, რომელიც 100 ქვეყანამ, მათ შორის ამერიკამ 20 წლის წინათ აკრძალა. თითო ასეთი ჭურვი 88 მცირე ასაფეთქებელს შეიცავს. დაზიანების არეალი კი 7 ჰექტარია და შედეგად მისი მსხვერპლის 94% მშვიდობიანი მოსახლეობაა. ამერიკამ ასობით კლასტერული ჭურვი გაუგზავნა უკრაინას. კლასტერული ბომბები ვითარებას ძალიან წაადგება. საკუთარ ტერიტორიაზე მათი გამოყენება უკრაინის გადაწყვეტილება იყო. ასე რომ მართალია ამუნიცია მას ამერიკულმა კომპანიებმა მიაწოდეს, თავად ამერიკას არაფერი დაურღვევია. ანუ საკუთარი ხალხის ამოხოცვას ხელი თავად უკრაინამ მოაწერა. და მართალია იარაღი ჩვენ მივეცით, მაგრამ აბა რა ჩვენი ბრალიაო? დასაკვირველია, აქაც საკმაოდ საინტერესო კითხვები ჩდება საზოგადოებისთვის და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო დრამატული და ტრაგიკული არის უკრაინის მოქალაქეების ბედი, რომლებიც ფაქტობრივად სხვების ინტერესების სასარბაზნე ხორცად იქცა. მეორე მსოფლიო ომის იარაღით უკრაინის შეიარაღების ესტაფეტა ამერიკის Deep State-მა ახლა ევროპას გადაულოცა და იქაც მილიარდებს უკვე ითვლიან. ანგარიში მინიმუმ 2026 წლამდე გამოყვანილია. ამუნიციაზე მუდმივი მოთხოვნაა. უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმა წარმოება გაზარდეს. თუმცა უკრაინის ჯარს უფრო მეტი ჭურვი სჭირდება. ამიტომ გერმანული Rheinmetall ახალ ქარხანას აშენებს, რომელსაც გერმანიისა და დანიის ლიდერები შოლცი და ფრედერიქსენი ყველანაირად ხელს შეუწყობენ. 155 მმ-იანი ჭურვების ქარხანა 350 მილიონი ევრო ჯდება და 2025 წლის ბოლოს გაიხსნება, რომელიც წელიწადში 200,000 ჭურვს მიაწვდის უკრაინას.
No matter what will happen in US in this year. იმის მიუხედავად, რა მოხდება ამერიკაში, ევროპა მზად უნდა იყოს დამოუკიდებლად გაართვას თავის საკუთარ უსაფრთხოებას. ანუ უკრაინის ტრაგედიის ხარჯზე განაგრძოს ფულის კეთება. ეს ქარხანა ევროპული Deep State-ის მხოლოდ ერთი მიზერული ინვესტიციაა. შესაბამისად, აწყობს კი მას, რომ ტრამპმა ომი დაასრულოს. არა და არა. მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების ფონზე ამ ქარხნის მშენებლობის დაწყება ძალიან დაგვიანებული ხომ არ გეჩვენებათ. არა, იმიტომ რომ ომი 2025-ში იქნება, როდესაც ქარხანა გაიხსნება. ასე რომ გვიანი არ არის და არც იქნება. ამ ფონზე გასაგებია, რატომ იმეორებენ ბრიუსელი და ზელენსკი Deep State-ის მთავარ სლოგანს, რომ მშვიდობა ომია და ის მხოლოდ შეიარაღების ესკალაციით მიიღწევა. მშვიდობაზე საუბრობენ. სინამდვილეში კი ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას ყველანაირად ძირს უთხრიან. No matter what we're მის discussing. მიუხედავად თუ რაზე გვესაუბრებიან ჩვენ ამერიკელი პარტნიორები, ეს ომი რუსეთის დასასრულებელია. პუტინმა დაიწყო და მანვე გააჩეროს. Because the one who brought this war მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ძალის დემონსტრირება. საჭიროა უკრაინაში ამერიკული ან ევროპული ჯარების განლაგება. ხომ აცხადებდა ტრამპი 24 საათში დავასრულებო ამ ომს. ხოდა დაიწყოს სამხედრო ოპერაცია. ეს მოლაპარაკებები არათუ დროის კარგვაა, არამედ სახიფათოც არის, რადგან უკან დასაბრუნებელი გზა აღარ დარჩება. ბრიუსელიდან დაფინანსებულმა სახელმწიფო ტელევიზიებმა Deutsche Welle-მ და France TV-მ ომის პროპაგანდა აქამდე არნახულ მასშტაბამდე გაზარდეს. აშკარაა, რომ ევროპული Deep State-ისთვის ტრამპის სამშვიდობო გეგმის ჩაშლა ყოფნა არ ყოფნის საკითხია. უკრაინის მოსახლეობა ღრმად სკეპტიკურად არის განწყობილი, რომ ამ მოლაპარაკებიდან რამე გამოვა. მათ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ მაშინ დადგება მშვიდობა, როცა პუტინი მოკვდება. ისევ იმავე ბრიუსელის რიტორიკა. მშვიდობისთვის კრემლზე ბომბის ჩამოგდებაა საჭირო, რომ პუტინი მოკვდესო. ოღონდაც ეს ხალხის აზრად საღდება. ხალხი შიშობს, რომ რუსეთი წელავს. ცეცხლის შეწყვეტაზე ტექნიკურ შეთანხმებას აფორმებს, რომ არ დაარტყამს ენერგოობიექტებს, რაც გაზაფხულის დადგომასთან ერთად არარელევანტურია. არც ერთი უკრაინელის ინტერვიუ, რომელიც ამ მოსაზრებებს დაადასტურებდა, რეპორტაჟს არ ახლავს. ბრიუსელის მედია ყოველგვარ სტანდარტზე უარს აცხადებს და ომში ებმება. ზუსტად ისე, როგორც ეს ნაცმედიას დაავალეს და გააკეთა. ძალიან კარგი ამბებია სამხედრო სფეროდან. გერმანია მასიურად ზრდის სამხედრო ხარჯებს. მთავრობა შეიარაღებაზე 500 მილიარდ ევროს გამოყოფს. რაზე დაიხარჯება ეს ფული? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ უცნობია, ისევე როგორც გაურკვეველია რა როლი ექნება გერმანიას ნატოში და რა სახის ომისთვის ვემზადებით ახლო მომავალში. ასევე გადასაჭრელია ჯარის შევსების საკითხი. ანუ როგორ მივიზიდავთ ხალხს სამხედრო სამსახურში და ამას მხოლოდ ფული არ უშველის. სადაც ფული არ ჭრის, იქ დეზინფორმაცია ერთვება. ბრიუსელი ევროკავშირის 450 მილიონიან მოსახლეობას ომისთვის ფსიქოლოგიურად ამზადებს. მოუწოდებს 3 დღის სამყოფის საკვები და პირველი საჭიროების ნივთებით ჩანთა ყველას მზად კონდეს. იყავით მზად ომისთვის, ეს არის ბრიუსელის გზავნილი. ევროკავშირის კრიზისის მართვის კომისარმა სპეციალური ვიდეოც ჩაწერა და გაავრცელა, სადაც აჩვენებს ხალხს, რას უნდა შეიცავდეს 3 დღით თავის გადასარჩენი ჩანთა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი კრიზისისთვის, მათ შორის საჰაერო თავდასხმისთვის. უნდა მოვიმარაგოთ საშუალებები ქიმიური, რადიოლოგიური თუ ბირთვული შეტევის რისკისთვის. უკრაინის ომს რუსეთსა და ევროპას შორის შესაძლო ომის სცენარისთვის ვიყენებთ, საიდანაც აშკარაა, რომ ეს ძალიან გრძელი ომი იქნება, რისთვისაც ნატო მზად არ არის. მას მხოლოდ მოკლე ბრძოლების წარმოება შეუძლია, ძირითადად ავიაციის გამოყენებით. რატომ ემიჯნება ბრიუსელი ნატოს? იმიტომ რომ იქ ამერიკა. შესაბამისად, ევროპული Deep State ევროპის კავშირის პროექტზე ფიქრობს. გაერთიანებული ევროპის ჯარითა და შეიარაღებით. რატომ არ საუბრობენ მეთქი ნატოს გაძლიერებაზე და რაღაც თუ საჭიროა ნატოს რეფორმაზე, ნატოს გინდა სტრუქტურულ, გინდა სხვა ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე და რატომ არის საუბარი ნატოს პარალელურად ევროკავშირის მილიტარიზაციას, ხო? ხო, და აი აქ ხედავ მე რაღაც გარკვეული ძალების გავლენებს და
აი ცენტრში აი ამ პროცესების გვევლინება ჩვენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი. საჭიროა ევროპის ხელახალი შეიარაღება, რომელიც გულისხმობს 800 მილიარდი ევროს მობილიზებას და ამ ფულით საკუთარი თავდაცვის საკუთარ თავზე აღებას, იმიტომ რომ საფრთხე დაუყოვნებლივ მოქმედებას ითხოვს. თუმცა ყველაზე წონიანი ამერიკელი ექსპერტები ასეთ პროექტს პესიმისტურად უყურებენ და წარმატების შანსს გამორიცხავენ. ევროპარლამენტში გამოსვლისას ჯეფრი საქსმა ევროდეპუტატებს ეს დაუფარავად უთხრა. ევროპას შეუძლია განაგრძოს ომის ყიჟინა, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ომი მაინც დასრულდება. ჩემი რჩევაა, გაერიდეთ ამ სიტუაციას. უთხარით თქვენს კოლეგებს, რომ ყველაფერი დასრულდა. ტრამპი პუტინს შეუთანხმდება და ამ ომს დაასრულებს. ფაქტია, რომ ტრამპი მზად არის მიატოვოს ევროპა და ნატოსგანაც გვერდზე გადგეს, რომელიც მის გარეშე ფუტლიარი გახდება. ეს საუბრები ევროპის ერთიან არმიაზე კი სრული ფუტურიზმია. არაფერი აქედან არ გამოვა. არიცის ეს ფონ დერ ლაიენმა ან მისმა პატრონმა დიპ სტეიტმა. სავარაუდოდ იცის და სავარაუდოდ ამიტომაც ცდილობს რაც შეიძლება მალე, რაც შეიძლება მეტი ფული ჩადოს შეიარაღებაში, რასაც რუსეთის საფრთხით ამართლებს. ხალხის დასარწმუნებლად კი ფართო მასშტაბიან პროპაგანდას იყენებს. დიპლომატია საერთოდ გამქრალია და თავარი თემა არის თავდაცვის ხარჯების გაზრდა. ყიდულობთ ყველაფერს, ბალისტიკურ რაკეტებს, ამუნიციას, დრონებს, ანტიდრონებს, ჯავშან ტექნიკას და გადავცემთ უკრაინას. ჩემი გეგმით, ჯამში 800 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოხდება უსაფრთხო ევროპისთვის. ევროპული დიპ სტეიტის წამყვან ქვეყნებში შეიარაღების ფართო მასშტაბიანი რბოლა უკვე დაწყებულია. გერმანიის სამხედრო წარმოებაში სრული ბუმია. ბოლო 3 წელიწადში შეიარაღება 8-ჯერ არის გაზრდილი. ეს ეხება როგორც ტანკებს, ისე წყალქვეშა-ნავებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ასევე დრონებს. 2020 წელს გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი 50 მილიარდი იყო. 2024-ში კი 70 მილიარდს გადააჭარბა. ახლა კი გადაწყდა, რომ 2025-ში 500 მილიარდი იქნება. ეს გერმანული შეიარაღების ერთ-ერთი სიამაყე, აირის-T რაკეტები და მათი გამშვები დანადგარია. მას ერთდროულად რამდენიმე საჰაერო ობიექტზე შეუძლია შეტევა. თუმცა რუსულ ბალისტიკურ რაკეტებთან უძლურია. მათ მოგერიებას ამერიკული პატრიოტის სისტემა სჭირდება. ამის მიუხედავად გერმანული სამხედრო მრეწველობა ამერიკულს არ ჩამორჩა და თავისი შედარებით მოკრძალებული შეიარაღებით უკრაინის ომზე ასევე დიდ ძალიფული აკეთა. ამერიკის შემთხვევაში მილიარდებზეა საუბარი, კონკრეტულად რეინმეტალის შემთხვევაში ასეულობით მილიონი, მხოლოდ რეინმეტალი არ არის ეს გერმანული კომპანია, არის სხვა კომპანიები, ფრანგული, ბრიტანული და ასე შემდეგ. საფრანგეთის სამხედრო მრეწველობაში 300,000-მდე ადამიანია დასაქმებული. ის 9 მსხვილ ქარხანას და 4,000-მდე წვრილ საწარმოს მოიცავს, რომლებიც უკრაინაში ომის პასუხად ბოლო 3 წელიწადში გაიხსნა. ჩვენ ამჟამად სამცვლაში ვმუშაობთ ყოველდღე და უქმეებზეც მუშახელს ნებაყოფლობით ვასაქმებთ. თუმცა მალე 7 დღიან სამუშაო კვირაზე გადავალთ და 2025 წლის ბოლომდე ამ განრიგით ვიმუშავებთ. 2022-ში ფაქტობრივად გაჩერებული ვიყავით, ხოლო შარშანს 60,000 ჭურვი დავამზადეთ, რაც ჩვენი ისტორიული მაქსიმუმია. ეს სწორედ ის 155 მმ-იანი ჭურვებია, რომელთაც მხოლოდ უკრაინა იყენებს. შესაბამისად, საფრანგეთის მთავრობას, რომელმაც შეკვეთა გაუფორმა, გათვლა აქვს, რომ ომი უკრაინაში მინიმუმ ამ წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. შესაბამისად, მაკრონიც ბრიუსელის სქემაში ჩაერთო და ომის ფსიქოს მაქსიმალურად ბერავს. 24 თებერვალს გამოცხადდა, რომ საფრანგეთი ბირთვული ქობინებით აღჭურვილ ბომბდამშენებს გერმანიაში განალაგებს და ამით თავის ბირთვულ ქოლგას უფრო ეფექტიანს გახდის. ამ ფონზე კი თეთრ სახლში საუბარია იმაზე, რომ ევროპაში განლაგებულ თავის 100,000-იან სამხედრო კონტინგენტს სრულად გაიწვევს. ბრიტანეთს ევროპაში ყველაზე მსხვილი სამხედრო წარმოება აქვს, რომელიც 2 უდიდეს გიგანტს, BAE Systems და Rolls-Royce-ს ეყრდნობა. ორივეში ყველაზე მსხვილი აქციონერები ამერიკული BlackRock-ი და Vanguard-ი არიან. შესაბამისად, ამერიკული Deep State-ის მიერ კონტროლდება.
ბრიტანული ავტომატებიდან გასროლილი თითქმის ყველა ვაზნა BAE Systems-ის ამ ქარხანაში მზადდება. დღეში მილიონი ცალი. მიმდინარე კონტრაქტი მთავრობასთან 2.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგია. საწარმოო ხაზს თუ შეხედავთ, ძალიან მარტივი პროცესია. თუმცა, როდესაც დღეში მილიონ ვაზნას ამზადებ და არც ერთი წონიანი არ უნდა იყოს, ეს მართლაც რთულია. ესეც BAE Systems-ის კიდევ ერთი ქარხანა, რომელიც ამ ვაზნების მომხმარებელ Mac 45-ის ავტომატებს აწარმოებს. პროცესი სრულად ავტომატიზებულია. BAE Systems-ი აწყობს ნატოს უახლეს ბომბდამშენებს F-35-ებსაც. წარმოება ბრიტანეთს გარდა ამერიკასა და ავსტრალიაშიც ხდება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკულ Lockheed Martin-თან, ასევე Northrop Grumman-თან, ამერიკის მთავრობასთან და გვაქვს სრული ურთიერთდობა შეკვეთების მიღებისას და შესრულებისას. ესენი არიან, ვინც ასრულებს ამ შეკვეთებს, იარაღის წარმოებას და მათთვის საინტერესოა, რომ სოფლიოს სხვადასხვა წერტილში მუდმივად იყოს დაძაბულობა, მუდმივად იყოს კონფლიქტები, რომ სამხედრო შეკვეთები მიიღონ. ვინაიდან ჩაიდინებს ვერ გამოუშვებს სამხედრო ქარხანა, უпроსტოდ კი გამოუშვებს, მაგრამ რენტაბელური არ არის. იარაღში დიდი მოგება. თუმცა სამხედრო გიგანტებს გარდა ბრიტანული შეიარაღების ბიზნესში უამრავი წვრილი კომპანია თუ კერძო პირია ჩართული. არასდროს მიფიქრია, რომ იარაღით მოვაჭრე გავხდებოდი. ნიკი ფერმერი იყო, თუმცა უკრაინის ომის პასუხად ფერმის ტერიტორიაზე ჩამოწერილი სამხედრო ტექნიკის შეგროვება დაიწყო და არც მომხმარებელი აგნია. ამ დროისთვის 160 ტანკი და ჯავშენ ტრანსპორტიორი მაქვს გაყიდული. აი ამას სპარტანელი ჰქვია და უკრაინაში ყველაზე მოთხოვნადია. თუმცა ომზე ფულის კეთება ნამდვილად მეჩოთირება, მაგრამ ამით ხომ უკრაინელებს ვეხმარები და თუ ომი დასრულდა, ჩემს ბიზნესზე გული ოდნავადაც არ დამწყდება. მშვიდობა ყველაზე ძვირფასია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები გაიმარჯვებს, მიუხედავად იმ წინაღობისა და წინააღმდეგობისა, რომელსაც ის აწყდება დღეს ზუსტად ამ ევროპელი თუ ცალკეული ამერიკელი ბიუროკრატებისგან. და რასაკვირველია, ეს იქნება ერთ-ერთი ინდიკატორი იმისაც, როგორც საქართველოს მაგალითზე, ასევე ურთიერთობების გადატვირთვა იქნება საუკეთესო ინდიკატორი იმისა, რეალურად რა დონეზე და როგორ დამარცხდება Deep State. სამწუხაროდ, მშვიდობას მოწყურებულ ევროპელებს მათი მთავრობები იმავეს არეობნებიან. სულ უფრო ღრმად უყოფენ ხელს ჯიბეში და სოციალური პროგრამების ნაცვლად ასობით მილიარდს შეიარაღების კოცონში ხრიან. ხალხს კი ბირთვულ ომში 3 დღით გადარჩენის ტექნიკას ასწავლიან. არწმუნებენ, რომ ომი გარდაუვალია და მხოლოდ Deep State-ის სამხედრო მრეწველობას შეუძლია მათი გადარჩენა. ამ დისტოპიურ რეალობას მიღმა კი ამერიკაში დაწყებული გამოფხიზლებისა და Deep State-ისგან განწმენდის პროცესია, რომლის მონაწილე საქართველოცაა და მას საკუთარი ქართული Deep State აქვს დასამარცხებელი, კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეს პროცესიც უკვე დაწყებულია.